ერთი ძალიან საინტერესო სიახლეა ჩინეთის ინოვაციებთან დაკავშირებით. ჩინეთმა უკვე მესამედ მოხსნა მსოფლიო რეკორდი 5.3 წამში ჩინურმა მაგნიტურ ლევიტაციაზე მომუშავე მატარებელმა განავითარა 800 კმ/სთ სიჩქარე. 800 კმ/სთ სიჩქარე არის წარმოუდგენლად დიდი რიცხვი და დიდი მაჩვენებელი. წარმოიდგინეთ, რომ 800 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს რაღაცა მექანიზმი ან მანქანა. იქამდე არსებული რეკორდებით ეკუთვნოდა ჩინეთს წინა ორი რეკორდი, ერთი იყო დაახლოებით 600 კმ/სთ, მეორე 700 კმ/სთ და ეხლა განავითარეს 800-მდე და მიზნად აქვს დასახული, რომ 1000-მდე აწეონ ეს სიჩქარე. ამ დროს რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ? ჩვენი ეკონომიკის მინისტრი გველაპარაკება იმაზე, რომ სახელმწიფო სუბსიდიებს აძლევს ბიზნესს, რომ ბიზნესი ეხმარება განვითარებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში საზამთროვო გვიწარმოებია ისე, რომ იმპორტით შემოტანა არ დაგჭირდეს ირანიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან და პური ვერ გამოგვიწყია ისე, რომ რუსეთიდან არ წამოვიღოთ ფქვილი და ხორბალი. ეს არის ჩვენი რეალობა. და ამ გადასახედიდან და ამ პერსპექტივიდან ვლაპარაკობთ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და მთელი სახელმწიფოს პროპაგანდა დგას პრინციპში ამ სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე და ბუნებრივია ჩდება კითხვა, რომელ სუვერენიტეტს ვიცავთ, რომელიც არც ეკონომიკურ პოლიტიკაში და არც სოციალურ პოლიტიკაში საერთოდ არ ჩანს და არ ფიქსირდება.